ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და მივცეთ ამ რეჟიმს, რომელიც დღეს უკვე ნახევრად ჩამოშლილი არის, მაშინ მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და რომელსაც ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე. ასე რომ პასუხისგებლობა თუ რამე არის პოლიტიკურ პარტიების, არის რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა არის აუცილებელი და აუცილებელი არის კარგად გაგება სიტუაციის. არჩევნები საპარლამენტო და ადგილობრივი ერთობლივად თუ მანამდე ვერ მივახციეთ და რაც დრო გადის, ალბათ უფრო რეალური არის, რომ ერთობლივი იყოს. მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და მხოლოდ თუ პოლიტიკური პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის, იმიტომ რომ არავის არ უნდა არასოდეს რომ რამე შეიცვალოს იმისთვის, რომ ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ასე რომ ჩვენი პასუხისგებლობა ყველასი ძალიან დიდი არის, პირველ რიგში რომ ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ.